Uber-მა ჩინურ მწარმოებელ Viride-თან თანამშრომლობის ფარგლებში აბუ-დაბიში თვითმამავალი რობოტაქსებით მომსახურება დაიწყო. ამრიგად არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა პირველი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, სადაც კომპანია მომხმარებელს აღნიშნულ სერვისს თავაზობს. პროგრამა პირველად იას კუნძულზე დაიწყო, რომელიც აბუ-დაბის ტურისტული ნაწილია. შემდეგ მარეგულირებელი ორგანოსგან მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვა მოიპოვა. ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ცინგტემ ისტორიული ბიუჯეტი წარადგინა. საბიუჯეტო რეფორმა თავდაცვითი ბიუჯეტის 40 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, რომელიც 2026 წლიდან 2033 წლამდე განხორციელდება. რეფორმის მიზანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მიმდინარე საფრთხის შეკავებაა. კონკრეტულად ახალი ბიუჯეტი ასიმეტრიული შესაძლებლობების ზრდას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიარაღებას შეისყიდის. როგორც ტაიბეიში განმარტავენ, სახსრები მოხმარდება საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადარების, ქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის სამხედრო გზით განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებით, მთავრობა 3 მილიარდ დოლარს გამოყოფს შტატებისთვის სასმელ წყალში ტყვის შემცველობის შესამცირებლად. EPA-ის განცხადებით, შტატებისთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი $1.1 მილიონი დაფინანსება, რომელიც აქამდე იყო დაანონსებული და ქვეყანაში ტყვის პრობლემასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად. გამოყოფილი ფინანსები პირდაპირ მიემართება ტყვის შემცველი მილსადენების პოვნისა და ჩანაცვლებისკენ, რადგან სწორედ ამ მილებით მიეწოდებათ სასმელი წყალის სახლებს, სკოლებსა და სხვა კერძო ობიექტებს. სააგენტოს თანახმად, ტყვის შემცველი მილები სასმელ წყალში ტყვის მოხვედრის მთავარ წყაროს წარმოადგენენ. მძიმე მეტალების მიღებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ადამიანის განსაკუთრებით ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაზე. Stablecoin USDT-ის ემიტენტის ტეზერის მფლობელობაში არსებული ოქროს ღირებულებამ რეკორდულ $14 მილიარდ მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად კომპანია 116 ტონა ოქროს აკონტროლებს. საინტერესოა, რომ მიმდინარე წელს ტეზერმა უფრო მეტი ოქრო იყიდა ვიდრე გლობალური ცენტრალური ბანკების უმეტესობამ, რაც კომპანიას როგორც ფინანსურ სტაბილურობას, ასევე გეოპოლიტიკურ გავლენას აძლევს.